როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ დაიწყო რეპრესიები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ქუჩაში გამოდიან და ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ის ადამიანები, რომლებიც ქართულმა ოცნებამ ახლა სამსახურებიდან გამოუშვა, რა თქმა უნდა, არიან საჯარო მოხელეები და საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მათ აქვთ ბერკეტი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ღიად გამოვიდნენ და აფიქსირეს საკუთარი პოზიციები, ასევე მოაწერეს პეტიციას, მოითხოვეს ახალი არჩევნების ჩატარება და ასევე დაკავებულების გათავისუფლება. ასევე გააპროტესტეს ის ფიზიკური ძალადობა ქუჩებში, რომელსაც ჩვენ რამდენიმე კვირის განმავლობაში და დღეების განმავლობაში ვხედავდით რუსთაველის გამზირზე. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით რამდენიმე მათგანს, საჯარო მოხელეებს, რომლებიც როგორც გითხარით, ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლა სამსახურიდან, ისინი ჩვენთან საუბარში პირდაპირ ამბობენ, რომ ეს არის ღია დაშინების მცდელობა და სიგნალი ასევე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ახლაც რჩებიან საჯარო სამსახურებში, რომ ქუჩაში არ გამოვიდნენ და ღიად არ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მიზეზი, როგორც მეილიდან ირკვევა, არის ის, რომ ჩემი როგორც კადრის საჭიროება აღარ არსებობს და რომ ეს არის უბრალოდ შემცირებები. 6 თვიანი შეფასებით მაქვს უმაღლესი შეფასება და უბრალოდ ვერ ხვდები რა ლოგიკა შეიძლება იმსახურებოდეს ის ფაქტი, რომ გაუშვა სამსახურიდან თანამშრომელი, რომელსაც აფასებ უმაღლესი ქულით. ან თუ ეს თანამშრომელი იყო ის კადრი, რომელიც შენ გჭირდება, როგორ შეიძლება რომ დღეს აღარ გჭირდებოდეს? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის დაკავშირებული იმასთან, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც მოაწერა პეტიციას ხელი იმ უკანონოების მიმართ, რაც ხორციელდებოდა ჩვენი ჩვეულებრივი უბრალო მოქალაქეების მიმართ. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად დევნილი და დღეს მე სამსახურიდან გამათავისუფლეს. ეს არის უბრალოდ სიტყვები თამაში, რომ მე თურმე ხელშეკრულება არ გამიგრძელდა. ეს არის კლასიკური დაშინების მცდელობა. ჩემი გათავისუფლება ხშირად ვახსენე უკვე, რომ ეს გარდა იმისა, რომ უკანონო არის, იმიტომ რომ მე უადრო ხელშეკრულება მაქვს და ბატონმა მერმა ისაუბრა, რომ ხელშეკრულება არ გამიგრძელდა თითქოს და ხელშეკრულების გაგრძელება ჩემთან არ იყო აუცილებელი. საფუძველი რაც იყო გათავისუფლების, რომ მე პროგრამები დავამატე თითქოს და ამოვწურე ამით ჩემი საქმიანობა, ესეც აბსურდული არის. სამუშაოს აღწერილობაში არაფერი შეცვლილა, პრაქტიკულად პროგრამები არ შემცირებულა, პირიქით დაემატა, კოორდინატორების რაოდენობა არ შემცირებულა, იგივე არის, რაც თავიდანვე იყო. და ერთადერთი შეიცვალა ის, რომ მე უბრალოდ ღიად დავიწყე საუბარი იმ საკითხებზე, რაც არ მომწონდა, მაგალითად ის რუსული კანონი. საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებული ადამიანები ამბობენ, რომ ისინი არიან რეპრესიების მსხვერპლი ქართული ოცნების მხრიდან. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ სოციალური ქსელის მეშვეობით გამოქვეყნებულ განცხადებებს საჯარო მოხელეების, რომლებიც წერენ, რომ ისინი გამოუშვეს სამსახურებიდან აბსურდული ბრალდებებით.